როდესაც 1999 წელს ვაკეში, პიქრის გორის ლეგენდარული ვილის სარდაფში შევიდნენ ახლობლები, მათ იპოვეს ხუთი, რომელზეც სოფიკო ჭიაურელის ხელით იყო დაწერილი, არ გახსნათ, სანამ ცოცხალი ვარ. ამ ყუთში ინახებოდა დღიური, სადაც ჩაწერილი იყო თითოეული ნივთის ისტორია, ყოველი გუდიაშვილის სტილო, ყოველი კახური ხალიჩა, ყოველი იმერული ფაიფური. ამ ჩანაწერებში მსახიობი გვითხრობდა, როგორ ზრახავდნენ მის ოჯახში უახლოესი ადამიანები, რომლებიც დღეს საზოგადოების თვალში გმირები არიან, როგორ აძარცვალდნენ მას ანტიკვარიატ უსაფრთხოებისთვის და დაცვისთვის. მაგრამ ეს დღიური გაუჩინარდა 3 დღეში. ვინ წაიღო იგი? რატომ ეშინოდათ ამ წერილების გახმაურებას? რა ჭეშმარიტება იმალებოდა იმ გვერდებზე, რომლებიც თანამედროვე საქართველოს ელიტის ოჯახური ლეგენდებს ანგრევდა? დღიურის უკანასკნელი ჩანაწერი, რომელიც ერთმა მოწმემ დაიმახსოვრა წაკითხვამდე, ეხებოდა საღამოს, როდესაც სოფიკომ აირჩია, დადუმება თუ ჭეშმარიტება. იმ ჩანაწერში იყო შემდეგი სიტყვები, როცა სახლში შემოვიდა ადამიანი მაღალი თანამდებობიდან და მითხრა, რომ სულ ჩემთვის ინახავს ჩემს სიმდიდრეს, მე გავიცინე და მივუგე, მაშინ რატომ ვიყავი თქვენს ქორწილებში დაცეკვებული მომღერალი, ხოლო ახლა ხართ ამ სიმდიდრის მფლობელი? ეს იყო აშკარა ცნობა იმისა, რომ ვიღაც ოფიციალური პირი, ვიღაც გავლენიანი ოჯახი მონაწილეობდა მისი კოლექციის განადგურებაში. ვინ იყო ეს უსახელო ვიზიტორი? რატომ ეშინოდა სოფიკოს მისი ვინაობის გამჟღავნებას? თბილისის ძველმა გრიმიორმა, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში მუშაობდა რუსთაველის თეატრში, გვიყვება, სოფიკო მუდმივად ატარებდა პატარა სანოტეს, სადაც ფიქსირდებოდა ყოველი მნიშვნელოვანი შეხვედრა. ერთხელ შემოდგომაზე მან ჩემთან მოვიდა და თქვა, თუ რამე მომხდება, ეს წიგნა კი არავის მისცე, თუ არა ჟურნალისტს, რომელსაც ენდობი. მაგრამ როდესაც ის წავიდა, ვერავინ ვერ იპოვა, ეს წიგნა კი თითქოს დედამიწამ გადაყლაპა. რატომ გაქრა ეს უმთავრესი მტკიცებულება? ვის სჭირდებოდა, რომ სოფიკოს სიმართლე არასოდეს გავრცელებულიყო? ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, იმ ვილაში, სადაც ოდესღაც ქართული კულტურის ელიტა იკრიბებოდა, დღეს უსახელო ხალხი ცხოვრობს. მაგრამ ახლობლები იხსენებენ, რომ სარდაფს განსაკუთრებული სასაიდუმლო ბუნება ჰქონდა, იქ სოფიკო ინახავდა არა მხოლოდ ნივთებს, არამედ წერილებს, ხელშეკრულებებს, ქვითრებს, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მან ნამდვილად იშოვა თითოეული მანეთი საკუთარი ხმით, საკუთარი ნიჭით. სოფიკოს იმ ლეგალური ხელფასიდან, რაც სახელმწიფო მას იძლეოდა, 120 რუბლს თვეში, ასეთი კოლექცია შეუძლებელი იყო შეგროვებულიყო. მაგრამ იმ კერძო კონცერტებიდან, საიდანაც ის იღებდა 5-დან 10,000 რუბლამდე საღამოში, როცა საშუალო ინჟინერი თვეში 120 იღებდა, სოფიკო აგროვებდა არა მხოლოდ ფულს, არამედ ისტორიას. ვაკეში, რომელიც 1970-იან წლებში უმდიდრესი ცეხების ოჯახების რაიონი იყო, ყველა იცოდა, თუ გინდა იდეალური წვეულება, უნდა მოიწვიო სოფიკო ჭიაურელი. მაგრამ არავინ არ იცოდა, რომ ამ საღამოებიდან ის იხდიდა არა მარტო ყოველდღიურ ხარჯებს, არამედ ქმნიდა საკუთარ მუზეუმს, სიმდიდრის მუზეუმს, რომელიც გარდაიქმნა საქართველოს სიმდიდრის ისტორიად. როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ეს კოლექცია ღირდა მილიონებს. მაგრამ რატომ გაქრა ყველაფერი 1990-იან წლებში? ვის სურდა სოფიკო ჭიაურელის გაღატაკება? ვინ გაიტანა ყველაზე ძვირფას ნივთებს იქიდან, სადაც ისინი უსაფრთხოდ იწვნენ 10 წლეულების განმავლობაში? 25 წლის შემდეგ ქალი, რომელსაც სოფიკოს უახლოეს მეგობრად თვლიდნენ და რომელიც დღეს თბილისის პატივცემულ ოჯახში ცხოვრობს, დათანხმდა ჩვენთან საუბარზე. ეს იყო პირველი ინტერვიუ 25 წლის განმავლობაში. მის სახელს ვერ დავასახელებთ იურიდიული მიზეზების გამო, მაგრამ მას შეუძახოთ ნინო. ნინო იყო ის ქალი, რომელიც ყველაზე ხშირად სტუმრობდა პიქრის გორას, რომელიც სოფიკოს ეხმარებოდა კოლექციის კატალოგიზებაში და რომელიც, სოფიკოს სიტყვებით, იცოდა ყველაფერი, სად რა დევს, რა ღირს, საიდან მოვიდა. ნინოს ვერსია იმ საღამოს შესახებ, როცა სოფიკო შეიტყო ანტიკვარიატის გაქრობის შესახებ, სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც ოფიციალური წყაროები გვთავაზობენ. იმ დღეს იწყებს ნინო ნელი ხმით, თითქოს ყოველი სიტყვა აწონდაწონებული აქვს. სოფიკო შემოვიდა სახლში და დაინახა, რომ სარდაფის კარი ღია იყო. ის არასოდეს ტოვებდა მას ღიად. ჩავედით ქვემოთ და ვნახეთ, კედლები შიშველი იყო. გუდიაშვილის 2 უდიდესი ტილო, რომელთანაც ის მოძრავდა კახეთიდან თბილისამდე გაქრა. იმერული ფაიფური, რომელიც 12 კომპლექტი იყო, არ დარჩა ერთიც. კახური ხალიჩები, რომელთა ღირებულება 1 მილიონს აჭარბებდა იმ ფასებში გაქრა. სოფიკო დადგა შუაგულში და უბრალოდ დუმდა. მე ველოდებოდი ტირილს, ყვირილს, ისტერიკას. მაგრამ ის უბრალოდ თქვა, ნინო, მე ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. მე ვიცოდი, რომ ვიღაცამ ეს გააკეთებდა.
მე უბრალოდ არ ველოდი, რომ ეს იქნებოდა სწორედ ის ადამიანი. ვინ იყო ის ადამიანი? ნინო უარს ამბობს სახელის დასახელებაზე, მაგრამ აღნიშნავს, ეს იყო ოჯახიდან. ადამიანი, რომელიც სოფიკოს სახლში გადიოდა როგორც საკუთარ სახლში. ადამიანი, რომელსაც ჰქონდა საწყობის გასაღები. ადამიანი, რომელიც იცოდა სად რადევს და რამდენს ღირს. გამოდის, რომ კოლექციის გაქრობა არ იყო ქურდობა, არ იყო უცხო კაციების შეჭრა. ეს იყო სუფთა, გათვლილი, გრძელვადიანი გეგმა იმ ადამიანისგან, რომელსაც სოფიკო ენდობოდა. ნინო გვიყვება კიდევ ერთ შემზარავ დეტალს, სოფიკო ატარებდა პატარა წიგნაკს, სადაც ყოველი ნივთის წარმოშობა აღწერა. იქ იყო ჩამოთვლილი, რომელი ქორწილიდან რა მოვიდა, რომელმა ცეხის ოჯახმა რა მისცა სანაცვლოდ საღამოს, რომელი საღამო რამდენი ფული შემოუტანა. მაგალითად, ერთ-ერთი გუდიაშვილის სტილო, ქართული ქალის პორტრეტი, იყო საჩუქარი ერთი კახელი ღვინის მეწარმისგან, რომელიც 1967 წელს გადაუხადა სოფიკოს 7,000 რუბლს ერთი საღამოს სასიამოვნო კონცერტისთვის. იმ პერიოდში 7,000 იყო 5 წლის ხელფასი საშუალო მუშაკისთვის. ეს თანხა იყო შეუდარებელი. და ეს იყო მხოლოდ ერთი საღამო. როგორ აგროვებდა სოფიკო ამ კოლექციას? ნინოს თქმით, სოფიკოს სახელმწიფო გაჟღენთილი სპექტაკლებისთვის იხდიდნენ სასაცილო თანხას 120 რუბლს თვეში. პრემიერებზე, როდესაც თეატრის დირექციაში მილიონები შემოდიოდა, სოფიკოს ერიცხებოდა მხოლოდ 25% მოგებიდან. დანარჩენს იღებდნენ ფილარმონიის დირექტორები, ადმინისტრაცია, პარტიული კომიტეტები. სახელმწიფო არ აფასებდა მის ნიჭს, გვითხრობს ნინო, მაგრამ კერძო ადამიანები, ცეხების ხელმძღვანელები, უმდიდრესი ოჯახები, ისინი იცოდნენ მისი ჭეშმარიტი ღირებულება. მათ ჰქონდათ ფული. და მათ სურდათ სოფიკო ჭიაურელი, ეროვნული ლეგენდა, გაეხადათ მათი ქორწილები, მათი იუბილეები, მათი ოჯახური დღესასწაულები დაუვიწყარათ. ნინო იხსენებს ერთ დასაუკეთებელ დეტალს. ერთხელ 1975 წელს ერთმა კახელმა ცეხის ხელმძღვანელმა მოუწვია სოფიკო თავის შვილის ქორწილში. მან დაპირდა 10,000 რუბლის გადახდას. იმ დროს 10,000 რუბლი იყო ვოლგაას მანქანის ფასი. სოფიკო იმ ღამით გამდიდრდა ვოლგაას ოდენობრივად. მაგრამ მან არ შეიძინა მანქანა. მან მიიღო ხალიჩა, რომელიც კახელ ოჯახში თაობებს გადმოსდიოდა. იმ ხალიჩის შეფასებული ღირებულება დღეს უდრიდა $600,000. სწორედ ეს ხალიჩა გაქრა პირველად. ვის სჭირდებოდა? ვინ იცოდა მისი ღირებულება? ნინო ამბობს, რომ სოფიკომ სახლიდან წასვლამდე დაწერა მოკლე წერილი, რომელიც დატოვა თავის საყვარელ ადგილას, საძინებლის კარადაში. იმ წერილში იყო დაწერილი, როცა მე აღარ ვიქნები, ამ სახლში მოვა ხალხი, რომლებიც თქვენ თვლით კეთილშობილებად. მაგრამ იცოდეთ, ისინი იციან ყველაფერი. ისინი იციან, რა დევს სარდაფში. ისინი იციან, როგორ შემიგროვდა. და ისინი მოიტანენ თავის დახმარებას. ნუ მიანდობთ. სოფიკო ხომ იცოდა, ვინ იქნებოდა მისი ჯუდა? რატომ არ გამხილა მას? რატომ არ წაიღო კოლექცია თავისთანა? ნინო ამბობს, რომ სოფიკოს აქვს ერთი მოკლე მიზეზი, იმ ადამიანს ჰქონდა ძალაუფლება, რომელიც შეეძლო მთელი საქართველოს მოძრაობა. და სოფიკო ერიდებოდა სკანდალს. სამი თვით სოფიკო ჭიაურელის ანტიკვარიატის გაქრობის წინ, 1995 წლის გაზაფხულზე, თბილისის რუსთაველის თეატრის გრიმიორული ოთახის წინ შევიდა უცნობი მამაკაცი. თეატრის დარაჯმა, რომელიც დღემდე ცოცხალია და პენსიონერად მცხოვრებს ვაკეში, იხსენებს, ის იყო კარგად ჩაცმული უფროსი ასაკის კაცი, ვისაც აქცენტი ჰქონდა, არა ქართული. ვიღაც რუსი თუ სომხელი. მან მითხრა, მე სოფიკოსთან უნდა შევიდე. ამის შესახებ არავინ უნდა იცოდეს. მე ვეჭვობდი, მაგრამ ის მაჩვენა დოკუმენტი, რომელზეც იყო ბეჭედი, მაღალი ოფიციალური თანამდებობის, მინისტრის მოადგილის ან რაღაც მსგავსის. სოფიკო იმ დღეს იყო რეპეტიციაზე პარასკევი გოძიაშვილის ახალი სპექტაკლისთვის. მან შეიტყო, რომ ვიღაც ელოდება და გამოვიდა მეტი დაყოვნების გარეშე. მოწმეების თქმით, ისინი ყოფილან გრიმიორულ ოთახში დაახლოებით 20 წუთი. დარაჯი ამბობს, როცა ის კაცი გავიდა, მე შევედი შიგნით და ვნახე სოფიკო, ის იჯდა სარკესთან, აუტრეფებულ მზერას ჰქონდა, თითქოს ახლახან რაღაც საშინელი შეიტყო. ჩაივლო რომელიმე წუთი, მან გაიღიმა და თქვა, ნუ იფიქრებ, უბრალოდ მეგობარი მოვიდა. მაგრამ მე ვიცოდი, რომ რაღაც სერიოზული მოხდა. რამდენიმე დღეში სოფიკომ დაიწყო კოლექციის რეორგანიზაცია. ის მზად იყო გადაეტანა ყველაზე ძვირფასი ნივთები თბილისის სხვა ადგილას, მაგრამ უცბად შეწყვიტა ყოველგვარი აქტივობა.
თეატრის უფროსმა ადმინისტრატორმა, რომელიც ახლოს იყო სოფიკოსთან, შემდეგ გვითხრა. სოფიკომ მითხრა, რომ მას მიბრუნდა ძველი ნაცნობი ადამიანი, რომელიც ოდესღაც ბევრი მეგობრობდა მის ოჯახთან. ის ამბობდა, რომ ეს ადამიანი აპირებდა დახმარების მიწოდებას კოლექციის დაცვას გარედან მოსული საფრთხეებისგან. მაგრამ სოფიკოს თვალებში იყო შიში, არა ნდობა. ვინ იყო ეს უცნობი ვიზიტორი? რატომ შეაშფოთა სოფიკო იმდენად? ახლობლების ვერსიით, ეს იყო პირველი გაფრთხილება იმისა, რომ რაღაც დიდი რეორგანიზაცია იყო მოსალოდნელი. საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ძველი ელიტა კარგავდა ძალაუფლებას და პოზიციას, ახალი ძალები წამოდიოდნენ. სოფიკოს კოლექცია, რომელიც გაფასებული იყო მილიონებში, იყო ლუკმა ბევრი ადამიანისთვის. მაგრამ რატომ არ დაიცვა სოფიკომ საკუთარი სიმდიდრე? რატომ დატოვა პიქრის გორას იმ მდგომარეობაში, რომ მისი მეგობრებს შეეძლოთ თავისუფლად შესვლა? გრიმიორი, რომელიც მუშაობდა სოფიკოსთან ათწლეულების განმავლობაში, გვიმოწმებს კიდევ ერთ გასაოცარ ფაქტს. სოფიკომ დაიწყო ყოველდღიურად საუბარი იმის შესახებ, რომ ის მალე დატოვებდა თბილისს. ის ამბობდა, რომ საქართველოში ახალი დროები დგებოდა, საშიში დროები. ის ამბობდა, რომ მისი სახელი, მისი გვარი, მისი კოლექცია ყველაფერი გახდებოდა სამიზნე იმათთვის, ვინც ეძებდა ძველი ელიტის დასამხობად. მაგრამ ის არასოდეს წასულა. რატომ დარჩა? რატომ არ გადაარჩინა საკუთარი ქონება? ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც ახლობლები გვთავაზობენ, არის ის, რომ სოფიკოს შეჰპირდა დაცვა, კონკრეტული ადამიანი ან ოჯახი დაიცავდა კოლექციას, თუ ის დატოვებდა მას პიქრის გორაში. მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ჭაობი. სოფიკო დაესწრო საკუთარი გაძარცვის დაწყებას, ვერ გააჩერა მას და დარჩა უმწეო, ვინაიდან ყველა ჩანაწერი, ყველა მტკიცებულება გაქრა იმავე დროს. მაგრამ საიდან იწყებოდა ეს გეგმა? როდის გახდა სოფიკო ჭიაურელი სამიზნე იმათთვის, ვინც მას უახლოესად თვლიდნენ? რომელი იყო ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც სოფიკომ შეიტყო, რომ მისი ნდობა გამოყენებული იქნებოდა მისი წინააღმდეგ? და რატომ არ ილაპარაკა ის, რატომ არ გაამხილა სახელები, რომლებიც დღეს საქართველოს ელიტაში არიან? რა იყო ის უზარმაზარი შიში ან ვალდებულება, რომელიც აიძულებდა ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ ქართველ ქალს დუმილისკენ, რომელმაც მას დაკარგვინა სულ რაც ჰქონდა? სოფიკომ ცოდნა ჰქონდა ჩანაწერები, ჰქონდა მტკიცებულებები, მაგრამ არ ჰქონდა ძალა ან სიმხნევე ბრძოლისთვის. რატომ? რა იყო ის, რაც აიძულებდა მას შეენარჩუნებინა დუმილი, თუნდაც საკუთარი რუინის დანახვის დროს? და ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც დარჩა უპასუხოდ, ვის ხელში მოხვდა ის უზარმაზარი სიმდიდრე, რომელიც სოფიკომ ათწლეულების განმავლობაში აღაშენა საკუთარი ხმით, საკუთარი ნიჭით, საკუთარი სისხლით? სოფიკოს ცხოვრებაში არსებობდა 5 ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ პიქრის გორის სარდაფის გასაღები. 5 ადამიანი, რომლებიც იცოდნენ, სად დევს გუდიაშვილის ტილოები, სად არის დაფარებული კახური ხალიჩები, სად დგას იმერული ფაიფურის უძველესი კოლექცია. 5 ადამიანი, რომლებსაც სოფიკო ენდობოდა უსაზღვროდ, 2 ახლო ნათესავი, 2 ძველი მეგობარი და 1 ლეგენდარული თეატრის დირექტორი. როცა 1996 წლის გაზაფხულზე კოლექცია გაქრა, სოფიკომ თავი მოიყარა ყველა და ჰკითხა, ვინ იყო ბოლო, ვინ შევიდა სარდაფში. ყველა უარყო. ყველა აცხადებდა, რომ სულ ერთი და იგივე პასუხი, მე არ ვიყავი, მე არაფერი ვიცი. მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა მეგობარმა, რომელიც ახლა უკვე გარდაიცვალა და მისი სახელი იურიდიული მიზეზების გამო ვერ დავასახელებთ, მალე შეიძინა უზარმაზარი ბინა ვაკეში და დაიწყო ძვირფასი ანტიკვარიატის ვაჭრობა საერთაშორისო ბაზრებზე. ეს კაცი, რომელიც 1994 წელს ცხოვრობდა საშუალო საბჭოთა სახლში 2 ოთახში, უცებ გახდა მილიონერი. საიდან მოვიდა მისი სიმდიდრე? ამ ხუთეულის შესახებ იცოდა მხოლოდ სოფიკო და მისი უახლოესი წრე. მაგრამ სოფიკომ არასოდეს დაასახელა არც ერთი მათგანი საჯაროდ. რატომ? ერთ-ერთი მოწმის თქმით, სოფიკომ ერთხელ უთხრა, თუ ვიტყვი ჭეშმარიტებას, ის ოჯახები, რომლებიც დღეს ქართულ საზოგადოებას მართავენ, დამანგრევენ. მათ აქვთ ძალა არა მხოლოდ ჩემი რეპუტაციის გასანადგურებლად, არამედ ჩემი სახელის წასაშლელად ისტორიიდან. რა სახის ძალაუფლება ჰქონდა ამ ხუთეულს? რატომ ეშინოდა სოფიკოს იმდენად, რომ უპირატესობა მისცა დუმილს საკუთარი უფლებების დაცვის ნაცვლად? ერთ-ერთი ამ ხუთეულიდან იყო ადამიანი, რომელიც შემდგომში გახდა ცნობილი ბიზნესმენი და პოლიტიკური მოღვაწე. მისი გავლენა 1990-იან წლებში იყო შეუდარებელი, ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც კავშირი დაამყარა ძველ საბჭოურ ელიტასა და ახალ კაპიტალისტურ სისტემას შორის. ის იყო ხიდი, რომელიც აკავშირებდა საბჭოთა წარსულის მილიონებს თავისუფალი ბაზრის მომავალთან.
და ის იყო ადამიანი, რომელიც საბოლოო ჯამში აკონტროლებდა, თუ ვინ გადარჩებოდა ძველი ელიტიდან და ვინ გაქრებოდა. თუ სოფიკო აღიარებდა საჯაროდ, რომ მან წაართვა კოლექცია, ეს ადამიანი შეეძლო დაენგრია მთელი მისი ოჯახი, მთელი მისი ლეგენდა. ახლობლები იხსენებენ ერთ საღამოს 1996 წლის ზაფხულში, როდესაც სოფიკომ შეიკრიბა ეს 5 ადამიანი პიქრის გორაში. მან მათ თქვა, მე ვიცი, რომ ერთ-ერთმა თქვენგანმა გაიტანა ჩემი კოლექცია. მე არ დაგასახელებ. მაგრამ ღმერთმა იცის ვინ ხართ. და ისტორია იცის ვინ ხართ. იმ საღამოს 5-ვე ადამიანმა დატოვა სახლი დუმილში. არც ერთმა არ უპასუხა, არც ერთმა არ აღიარა. და სოფიკო დარჩა მარტო თავის ცარიელ სახლში, რომელშიც ოდესღაც მილიონები ინახებოდა, ახლა კი მხოლოდ ცარიელი კედლები დარჩა. თუმცა საყვალაზე შემაძრწუნებელი დეტალი არ არის თვითგაქრობა, არამედ ის, რომ ერთ-ერთმა ამ ხუთეულიდან რამდენიმე თვეში დაიწყო იმავე ნივთების გამოფენა თბილისის ანტიკვარიატის კერძო გალერეაში. გუდიაშვილის სტილო, რომელზეც სოფიკო ამბობდა, ეს არის ჩემი სული, გამოიფინა როგორც პირადი კოლექციიდან. კახური ხალიჩა, რომელიც სოფიკომ შეიძინა 1977 წელს 10,000 რუბლისთვის, გაიყიდა 1998 წელს 50,000 დოლარად. სოფიკომ დაინახა ეს გამოფენა და უბრალოდ დადუმდა. არავით არის არჩელი, არავით არის საჩივარი, არავით არის საჯარო განცხადება. რატომ? რას ელოდა ის? ან რისი ეშინოდა იმდენად, რომ მიიღო რეჟიმი, უკეთესია დუმილი, ვიდრე ჭეშმარიტება? თუ ეს 5 ადამიანი იყვნენ ისეთი ძლიერი, რომ შეეძლოთ ერთ-ერთი ქართული კინოს უდიდესი ვარსკვლავის გაძარცვა და შემდეგ მისი დუმილის უზრუნველყოფა, მაშინ რა სხვა საიდუმლოებები იმალება იმ პერიოდის ქართულ ელიტაში? რამდენი სხვა სახელოვანი ადამიანი დარჩა უმწეო, ვინაიდან თავისი უახლოესი ადამიანები მათ გაძარცვეს? და რატომ არ არსებობს არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სოფიკოს კოლექციის არსებობას, მის დამიკუთვნებას, მის ღირებულებას? მაგრამ პიქრის გორა არ იყო მხოლოდ სოფიკოს სახლი. ეს იყო ადგილი, სადაც საბჭოთა საქართველოს ყველაზე ძლიერი, ყველაზე გავლენიანი ადამიანები იკრიბებოდნენ შუაღამისას. ეს იყო ადგილი, სადაც ბალახის უკან, ღვინის ჩიქების მიღმა, გაფრთხილებული მზერებით ხდებოდა გარიგებები, რომლებსაც შეეძლოთ მთელი ქვეყნის ბედის შეცვლა. და ამ ადგილების შესახებ იცოდა მხოლოდ უმცირესობამ. სოფიკო იყო მასპინძელი, მაგრამ არა მონაწილე. ის ემსახურებოდა სუფრას, ატარებდა ჩიქებს, ეკითხებოდა სტუმრებს როგორ ხართ, მაგრამ არასოდეს არ ჩარეულა იმ საუბრებში, რომლებიც ხდებოდა მის სახლის კედლებს შორის. ერთ-ერთი მოწმის, რომელიც სტუმრად იყო პიქრის გორაზე რამდენჯერმე, თქმით, იქ ხდებოდა საიდუმლო შეხვედრები იმ ადამიანებს შორის, რომლებიც აკონტროლებდნენ თბილისის ყველაზე მომგებიან ბიზნესებს. იქ მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც საჯაროდ არ იყვნენ მეგობრები. ოფიციალურად ისინი კონკურენტები იყვნენ, მაგრამ პიქრის გორაში ისინი იჯდნენ ერთ მაგიდასთან და ყოფდნენ საქართველოს ბაზარს. ვინ იღებდა რას, ვინც აკონტროლებდა რომელ სფეროს, ყველაფერი გადაწყდებოდა იქ, არაოფიციალურ კაბინეტებში. ეს იყო რეალური ძალაუფლების ცენტრი, არა პარლამენტი, არა მთავრობა, არამედ სოფიკო ჭიაურელის სასადილო ოთახი. მაგრამ რატომ პიქრის გორა? რატომ სოფიკოს სახლი? მოწმეები ამბობენ, რომ სოფიკოს ჰქონდა ერთი უნარი, რომელიც მას გამოარჩევდა ყველას შორის, ის იყო ნეიტრალური. მას არ ჰქონდა პოლიტიკური ამბიცია, მას არ სურდა ძალაუფლება, მას არ სურდა გავლენა. მას უბრალოდ ჰქონდა სახელი, ჰქონდა ლეგენდა, ჰქონდა სახლი, სადაც ყველა თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. და ამიტომაც გახდა პიქრის გორა ადგილი, სადაც ქართული ელიტის უბრალო რეალობა იმალებოდა საჯარო თვალისგან. ერთ-ერთი რეგულარული სტუმარი, რომელიც იქ ხშირად დადიოდა, იყო ადამიანი, რომელიც კონტროლდა თბილისის უმსხვილეს სავაჭრო ქსელს. მისი სახელი არის ცნობილი საზოგადოებაში, მაგრამ იურიდიული მიზეზების გამო ვერ დავასახელებთ. ეს ადამიანი, მოწმეების მიხედვით, იყო ერთ-ერთი იმ მათგანი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა კოლექციის გადანაწილებაში. მაგრამ რატომ? რა იყო მისი მოტივაცია? მას უკვე ჰქონდა ყველაფერი, ფული, გავლენა, პოზიცია. რატომ სჭირდებოდა სოფიკოს ანტიკვარიატი? პასუხი მარტივია, სიმბოლო. 1990-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და ახალი წესრიგი იბადებოდა, ძველი ელიტა ცდილობდა შენარჩუნებულიყო ძალაუფლება სიმბოლოების საშუალებით. გუდიაშვილის სტილო არ იყო მხოლოდ ხელოვნება, ეს იყო კავშირი ქართული კულტურის ოქროს ხანასთან. კახური ხალიჩა არ იყო მხოლოდ ნივთი, ეს იყო ნიშანი იმისა, რომ შენ ეკუთვნი იმ წრეს, რომელიც წარმოადგენს ჭეშმარიტ ქართულ არისტოკრატიას.
და ვინც ფლობდა ამ სიმბოლოებს, ის ფლობდა ლეგიტიმაციას იმისა, რომ მოითხოვო პატივისცემა, გავლენა, ძალაუფლება. ერთ-ერთმა მოწმემ გვიამბო კიდევ ერთი გასაოცარი დეტალი. პიქრის გორაში ხდებოდა სპეციალური აუქციონები, არაოფიციალური, არალეგალური. როდესაც ვიღაც მთავრდებოდა ბიზნესში ან კარგავდა თანამდებობას, მისი ქონება ნაწილდებოდა იმ ადამიანებს შორის, ვინც რჩებოდა ძალაუფლებაში. და ამ ნაწილების შესახებ გადაწყდებოდა პიქრის გორაში. სოფიკოს სახლი გახდა ადგილი, სადაც ბედი წყდებოდა, ვის რჩება უფლება და ვის არა. რა როლი ჰქონდა სოფიკოს ამ ყველაფერში? ის იყო უბრალოდ მასპინძელი, თუ იყო რაღაც მეტი? ზოგიერთი მოწმე ამბობს, რომ სოფიკო მიცოდა ზუსტად რა ხდებოდა მის სახლში და ის აწონდა წონებდა, როდის უნდა დაედუმებინა, როდის უნდა დაეტოვებინა ოთახი, როდის უნდა მიეცა სტუმრებს სივრცე საუბრისთვის. სოფიკო იყო ინტელექტუალი, არა უბრალო დეკორაცია. მან იცოდა, რომ მისი სახლი გახდა პოლიტიკის ცენტრი. და მან გადაწყვიტა, უკეთესია ყოფნა ამ თამაშში, ვიდრე გარედან დარჩეს. მაგრამ ამან ასევე გადაწყვიტა მისი ბედი, როდესაც თამაში შეიცვალა, მას აღარ ჰქონდა დაცვა. ყველაზე მძიმე კითხვა რჩება, რამდენი ადამიანი იცოდა სინამდვილეში, რა ხდებოდა პიქრის გორაში. რამდენი ადამიანი მონაწილეობდა იმ გარიგებებში, რომლებიც აღნაგობდა თანამედროვე საქართველოს. და ყველაზე მთავარი, თუ ეს იყო ცნობილი საიდუმლოება, რატომ არავინ არ დაუპირისპირდა? რატომ არ გამხილა სოფიკომ ამ სისტემა, როდესაც მან დაკარგა ყველაფერი? სოფიკო ჭიაურელს ჰქონდა ერთი ადგილი, სადაც არავინ შედიოდა, მცირე ოთახი საძინებლის უკან, რომელსაც ის თავად უწოდებდა ჩემი ბუნკერს. იქ ხის პატარა კარადაში, რომელიც ჩაკეტილი იყო მძიმე რკინის საკეტით, ინახებოდა ის, რაც სოფიკოსთვის უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე გუდიაშვილის ყველა ტილო, წერილები, დოკუმენტები, ხელშეკრულებები და ფოტოები. ფოტოები, რომლებიც ადასტურებდნენ, ვინ იყო, სად იყო, როდის იყო იმ წვეულებებში, რომლებიც თბილისის ელიტას აერთიანებდა. ფოტოები, რომლებზეც ჩანდა პარტიული ფუნქციონერები, მინისტრები, ცეხების უფროსები, ყველა ერთად სოფიკოს სუფრასთან, სოფიკოს სახლში. ერთ-ერთი მოწმე, რომელიც ახლა პენსიაზეა და ცხოვრობს თბილისის გარეუბანში, გვიამბობს, სოფიკომ მაჩვენა ერთ-ერთი ფოტო. იქ იყო ადამიანი, რომელიც მაშინ იყო უფროსი სახელმწიფო მოხელე, ახლა დიდი ბიზნესმენი. მან მართავდა თბილისის ყველაზე მომგებიანი ქორწილების დარბაზი 1975 წლიდან. და სწორედ ეს დარბაზი იყო ადგილი, სადაც სოფიკოს ეთხოვებოდა ყველაზე ხშირად გამოსვლა და სიმღერა. ერთ ფოტოზე ისინი ორნი იდგნენ ერთად, იგი და ეს მოხელე, და მოხელე ჰკიდებდა ხელს სოფიკოს მხარზე, რადგან იყო უკვე ძალიან დათრობილი. სოფიკომ მითხრა, ეს კაცი მაშინ მითხრა, რომ თუ ოდესმე დამჭირდება რამე, მან მეხმარება. მაგრამ როცა ჩემი კოლექცია გაქრა, ეს კაცი აღარ მიპასუხებდა ჩემს ზარებს. ამ ბუნკერში ინახებოდა ასევე ფინანსური ჩანაწერები, ხელნაწერი დოკუმენტები, სადაც სოფიკო აღწერდა თითოეულ კერძო კონცერტს, თითოეულ გადახდას, თითოეულ მინდობილ შუამავალს, რომელიც უზრუნველყოფდა კავშირს მისთა ცეხების, მდიდარი ოჯახების მფლობელებს შორის. ერთ-ერთი ჩანაწერი ეხება 1967 წლის დეკემბერს, კახეთი, ახალციხის სოფელი, მეურნეობის უფროსი შვილის ქორწილი. სრული საღამო, 3 საათი, 4 სიმღერა და 2 მონოლოგი. გადახდა 10,000 რუბლი და კახური ძველი ხალიჩა, წარმოშობა მე-18 საუკუნის, შეფასებული 5,000 რუბლი. ერთი საღამო, 15,000 რუბლის ღირებულება. იმ დროს 15,000 რუბლი იყო 2 ვოლგაას ღირებულება. სოფიკომ გამოიმუშავა 2 მანქანის ფასი ერთ საღამოში. მაგრამ ყველაზე საშიში დოკუმენტი იყო ის, რაც დაკავშირებული იყო სახელმწიფო სტრუქტურებთან. სოფიკოს ჰქონდა ფაქსიმილეები, ასლები ოფიციალური წერილებისა, რომლებშიც თბილისის ფილარმონიის დირექცია ადასტურებდა, რომ სოფიკო ჭიაურელს რომელიმე კონკრეტულ საღამოს არ ჰქონდა ოფიციალური გამოსვლები და შესაბამისად, მას შეეძლო პირადი დროის გამოყენება. მაგრამ ამ წერილებში არ ჩანდა, სად იყო იგი ნამდვილად. ეს იყო უბრალო ალიბი იმისთვის, რომ სოფიკო შეეძლო წასვლა კერძო კონცერტებზე, რომლებიც ოფიციალურად არ არსებობდნენ, მაგრამ რომლებიც შემოჰქონდა რეალურ შემოსავალს. ერთ-ერთი ასეთი წერილი ეხება 1972 წელს სოფიკოს გამოუშვეს პირადი დასვენების დღეები 6 დღით. იმ 6 დღეში სოფიკო იყო კახეთში, სადაც მან მოინახულა 5 განსხვავებული ქორწილი და თითოეულზე იმღერა. თითოეული საღამოს მოუტანა მას 5-დან 7,000 რუბლამდე. სულ 6 დღით სოფიკომ გამოიმუშავა დაახლოებით 40,000 რუბლი, ეს იყო 30 წლის ხელფასი საშუალო საბჭოთა მუშაკისთვის. და ეს ყველაფერი ხდებოდა ოფიციალურად დასვენების პერიოდში.
მაგრამ ყველაზე საინტერესო დოკუმენტი იყო ხელშეკრულება, პირობითი ხელშეკრულება, რომელიც სოფიკომ გააფორმა ერთ-ერთ მაღალი რანგის სახელმწიფო პირთან. ეს ხელშეკრულება, რომელიც თავად სოფიკოს დაწერა თავის ხელით და ორივე მხარემ მოაწერა ხელი, ამბობდა შემდეგს: სოფიკო ჭიაურელი იღებს ვალდებულებას არ გაასაჯაროოს არც ერთი ფაქტი, არც ერთი სახელი, არც ერთი დეტალი იმ წვეულებების შესახებ, სადაც ის მუშაობს. გამოცვლაში ეს პირი უზრუნველყოფს სოფიკოს დაცვას და მხარდაჭერას ყოველგვარი საჭიროების შემთხვევაში. მაგრამ როდესაც სოფიკოს საჭირო გახდა ეს მხარდაჭერა, როდესაც მისი კოლექცია გაქრა, ეს ადამიანი უბრალოდ გაქრა. მოწმის თქმით, სოფიკო ამბობდა, რომ ეს ხელშეკრულება იყო მისი გადარჩენის გარანტია. მან ფიქრობდა, რომ ეს ხელშეკრულება იყო ორმხრივი, ის იცავდა მათს, ისინი იცავდნენ მას. მაგრამ როდესაც ის დარჩა მარტო, როდესაც მისი სახლი გაძარცვული იყო, მან გააცნობიერა, ეს ხელშეკრულება იყო მხოლოდ ცალმხრივი. ის იყო ტყვე. ის იყო მათი ტყვე. რატომ მიიღო სოფიკომ ასეთი პირობები? რა იყო ის დაშინება ან მოტივაცია, რომელიც აიძულებდა მას ხელი მოეწერა ასეთ დოკუმენტზე? პასუხი იმალება კიდევ ერთ ფაქტში. 1972 წელს სოფიკო ჭიაურელის ძმას დაკავებული იყო იმის ბრალდებით, რომ ის ჩართული იყო უკანონო ვაჭრობაში. ეს იყო ბრალდება, რომელიც შეეძლო დაემთავრებინა პატიმრობით. მაგრამ ერთ დღეში ბრალდებები მოიხსნეს. ვის ეხმარა? მოწმის თქმით, სოფიკომ მიმართა იმ სახელმწიფო პირს, რომელთანაც მას პირობითი ხელშეკრულება ჰქონდა. და ეს პირი მოაგვარა საკითხი. მაგრამ რა ფასად? რა შესწირა სოფიკომ სანაცვლოდ? მისი დუმილი? მისი ლოიალობა? მისი თავისუფლება გადაუდო საჭიროების მომენტამდე? ამ დოკუმენტების არსებობის შესახებ იცოდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა. და როდესაც სოფიკოს კოლექცია გაქრა, ეს დოკუმენტები გაქრა პირველად. ვინ იცოდა, სად ინახებოდნენ? ვინ იცოდა, რომ ისინი არსებობდნენ? და ყველაზე მთავარი, თუ ეს დოკუმენტები გაქრა, ვის ხელში მოხვდა ისინი? რა იქნა მათი გამოყენება? რა ბერკეტებს ინახავენ ისინი დღესაც? სოფიკო ჭიაურელის ბუნკერი დღეს ცარიელია. მაგრამ ის, რაც იქ ინახებოდა, შეიცავდა ჭეშმარიტებას იმის შესახებ, თუ როგორ მართავდა ქართული ელიტა თავის შიდა სამყაროს 1970-იან და 90-იან წლებში. ეს იყო ნამდვილი ისტორია, რომელიც დამარხულია. მაგრამ რატომ? ვის სჭირდება, რომ ეს ისტორია არასოდეს გახმაურდეს? რა ეშინიათ? მაგრამ რა იყო ის რეალური დოკუმენტი, რომელიც სოფიკოს აკავშირებდა სისტემასთან, რომელიც მას იყენებდა და ამავდროულად აკონტროლებდა? 1966 წელს, როდესაც სოფიკო ჭიაურელი გახდა თბილისის რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი და მთელი საბჭოთა საქართველო იცნობდა მის სახელს, მან მიიღო წინადადება, რომელიც გარედან ჩანდა როგორც პატივი, მაგრამ რეალურად იყო პირობა, რომელიც მას აქცევდა სისტემის მონად. თბილისის ფილარმონიის გენერალურმა დირექტორმა, ადამიანმა, რომლის სახელი დღესაც ცნობილია და პატივსაცემია, მოართვა სოფიკოს დოკუმენტი, ოფიციალური ხელშეკრულება, რომელშიც იყო ჩამოთვლილი ის პირობები, რომლის საფუძველზეც სოფიკო აგრძელებდა მუშაობას სახელმწიფო თეატრში და ოფიციალურ სცენაზე. იმ ხელშეკრულებაში, რომელიც დღემდე შემორჩენილია ერთ-ერთი მოწმის მიერ შენახულ ფოტოასლში, წერია შემდეგი პირობები: სოფიკო ჭიაურელს ეკრძალება საკუთარი სახელით გამოსვლა ნებისმიერ კერძო ღონისძიებაზე, თუ ეს ღონისძიება არ არის წინასწარ შეთანხმებული სახელმწიფო ორგანოებთან. ყოველი კერძო კონცერტი, ყოველი კერძო გამოსვლა უნდა გაფორმდეს როგორც ოფიციალური კულტურული ღონისძიება, სადაც ფილარმონია იღებს თანხის 90%-ს, სოფიკოს რჩება მხოლოდ 10%, ხოლო დანარჩენი გადანაწილდება ადმინისტრაციულ ხარჯებზე. ეს იყო კანონიერი ძარცვა, სახელმწიფო იღებდა მის ნიჭს, მის დროს, მის ენერგიას და ტოვებდა მას მხოლოდ ნამსხვრევებს. მაგრამ თუ სოფიკო უარს იტყოდა, მას შეეძლო დაეკარგა უფლება სცენაზე გამოსვლისა, დაეკარგა თავისი ადგილი თეატრში, დაეკარგა ყველაფერი, რაც მას თავის ცხოვრებაში ჰქონდა გამომუშავებული. მოწმე, რომელიც თავად მუშაობდა ფილარმონიაში იმ პერიოდში, გვიამბობს, იმ დოკუმენტს ჰქონდა კიდევ ერთი დამალული პირობა, რომელიც არ იყო დაწერილი საჯაროდ, მაგრამ ყველა იცოდა. თუ სოფიკო ჭიაურელი მიდიოდა კერძო ქორწილებზე, კერძო იუბილეებზე, სადაც ის მოიგებდა 10-გვარად მეტს, ვიდრე სახელმწიფო მას იხდიდა, მაშინ ფილარმონიის დირექცია არ ჩაერეოდა, თუ კი ის ყოველთვიურად გადასცემდა მათ მოხსენებას, დეტალურ ჩანაწერს იმის შესახებ, სად იყო, ვისთან იყო, რომელ ოჯახთან რა თანხები მოძრაობდა. ეს იყო კონტროლის სისტემა, სოფიკო იყო არა უბრალოდ მსახიობი, არამედ ინფორმატორი, ადამიანი, რომელსაც შეეძლო უამრავი ჩანაწერი შეექმნა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საბჭოთა საქართველოში მართავდნენ ფარულ ეკონომიკას.
რატომ დათანხმდა სოფიკო? მოწმე ამბობს, იმ დროს არ არსებობდა არჩევანი. თუ უარს იტყოდა, მას შეეძლო წაეღოთ ყველაფერი, სახელი, პროფესია, ოჯახის უსაფრთხოება. საბჭოთა კავშირში ხომ გეხსოვებათ, როგორ იყო, ან თანხმდების სისტემასთან, ან გაქრები. სოფიკომ შეინარჩუნა ცოცხლება თავისი ნიჭის ფასად, მაგრამ ამან ასევე გადაწყვიტა მისი ბედი, როდესაც ეს სისტემა დაინგრა, მან დაკარგა ყველაფერი, რადგან ყველა მასზე ხედავდა როგორც სისტემის ნაწილზე, არა როგორც მსხვერპლზე. ეს ხელშეკრულება ინახებოდა სოფიკოს პირად საქაღალდეში, რომელიც იყო ფილარმონიის უშიშროების განყოფილებაში. და როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა 1991 წელს, ყველა ასეთი დოკუმენტი გაქრა, განადგურდა, წაიცვა და იკარგა. მაგრამ ადამიანები, რომლებიც იცოდნენ ამ დოკუმენტების შესახებ, რჩებოდნენ. და ამიტომაც, როდესაც სოფიკომ სცადა უკან მოთხოვნა საკუთარი ანტიკვარიატი, როდესაც ის გაბედა და ეცადა აეღო ხმა და ეთქვა, ეს ყველაფერი ჩემია, ეს ჩემი შრომა, ჩემი ცხოვრება, ამ ადამიანებმა უპასუხეს მას, სოფიკო, თქვენ იცოდით, რა იყო თქვენი როლი. თქვენ იცოდით, რომ თქვენ არ ყოფილხართ თავისუფალი. და ახლა თუ საჯაროდ ელაპარაკებით, ჩვენ გამოვიტანთ ყველა ჩანაწერს, ყველა მოხსენებას, რომელიც თქვენ დაწერეთ ჩვენთვის და საზოგადოება იხილავს თქვენ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც თანამონაწილეს. ეს იყო უმძიმესი შენთა. სოფიკომ გააცნობიერა, რომ თუ ის ახლა იბრძოლებს, მას არა მხოლოდ დაუკარგავს კოლექცია, არამედ დაუკარგავს ლეგენდა იმის შესახებ, რომ ის იყო დამოუკიდებელი, ძლიერი ქართული კულტურის დიდი ხატი. რა უნდა ეარჩია? ჭეშმარიტება, რომელიც დაანგრევდა მის საკუთარ იმიჯს, თუ დუმილი, რომელიც შეინარჩუნებდა ილუზიას, მაგრამ დატოვებდა მას გაძარცვულს. სოფიკომ აირჩია დუმილი. მაგრამ რა ფასად? ფასად იმისა, რომ დღეს 30 წლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდობა არ იცის ამ ისტორიის ნახევარი, არ იცის, რომ ის ქალი, რომელიც ეკრანზე ჩანდა როგორც თავისუფალი სული, იყო მართული, კონტროლირებული, გამოყენებული. ვინ ატარებს პასუხისმგებლობას ამ სისტემისთვის? ვინ პასუხს აგებს იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი უდიდესი ქართული ნიჭი გახდა მსხვერპლი ძალაუფლების თამაშში? მაგრამ ყველაზე მძიმე წუთი სოფიკოს ცხოვრებაში მოვიდა არა მაშინ, როდესაც კოლექცია გაქრა, არამედ მაშინ, როდესაც მან შეიტყო, ვინ მართავდა ამ ყველაფერს. 1998 წლის შემოდგომაზე სოფიკოს ჰქონდა შეხვედრა ადამიანთან, რომელსაც ის თვლიდა თავის უახლოეს მეგობრად, ქალი, რომელსაც შეუძენია უამრავი ვაკეში, დიდი ბინა და იწყებდა ანტიკვარიატის ბიზნესს. ეს ქალი, რომლის სახელი იურიდიული მიზეზების გამო ვერ დავასახელებთ, მოვიდა სოფიკოსთან და უთხრა, სოფიკო, შენ იცი, რომ ყველაფერი შენი უკვე დაკარგული და არასოდეს დაგიბრუნდება. მაგრამ მე შემიძლია მინიმუმ დაგიცვა შენი სახელი. მე შემიძლია არ დავასახელო შენი მონაწილეობა იმ ღონისძიებებში, იმ შეხვედრებში, რომლებსაც ჩვენ ვიცით. მაგრამ შენ უნდა აღიარო, რომ შენ აღარ ატარებ უფლებას არც ერთ ნივთზე, რომელიც შენს სახლში იყო. შენ უნდა დაწერო ხელით განცხადება, რომ შენ თავად აჩუქე ყველაფერი, თავად გაანაწილე ყველაფერი და რომ ახლა არც ერთი პრეტენზია არ გაქვს. სოფიკომ უარი თქვა. მაგრამ რამდენიმე კვირაში ამ ქალმა დაიწყო სოფიკოს ოჯახის წევრების მისვლა. ერთ-ერთ ახლობელს უთხრა, რომ თუ სოფიკო არ დაწერს ამ განცხადებას, მაშინ გამოვა საჯაროდ ინფორმაცია, რომ სოფიკომ მოიპოვა თავისი სიმდიდრე არალეგალური გზით, რომ ის მუშაობდა შავ ბაზარზე და რომ მისი ყველა კოლექცია იყო თავად ქურდული. ეს იყო სრული სიცრუე, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ეძებდა ვინმეს დასადანაშაულებლად, ასეთი ბრალდება შეეძლო სრულად გაენადგურებინა სოფიკოს დარჩენილი რეპუტაცია. მოწმე, რომელიც იყო იმ პერიოდში სოფიკოს ოჯახთან ახლოს, იხსენებს, სოფიკო მიჯდა საძინებელში, თავის ხელში ეჭირა კალამი და ფურცელი და ტიროდა. ის ამბობდა, მე მთელი ცხოვრება ვიმუშავე, მთელი ცხოვრება ვიტანჯე, რომ შემექმნა რაღაც თავისი, რაღაც დამოუკიდებელი, რაღაც, რაც ჩემს შვილებს დაუტოვებდი. და ახლა მე უნდა დავწერო, რომ ეს ყველაფერი არ იყო ჩემი. ეს არის უსამართლობა. ეს არის სისასტიკე. მაგრამ თუ არ დავწერ, ისინი დაანგრევენ ჩემს გვარს, დაანგრევენ ჩემს ოჯახს, დაანგრევენ ყველაფერს, რაც დარჩა. და ბოლოს, იმ ძალაუფლების წინაშე, იმ შიშის წინაშე, სოფიკომ მოაწერა ხელი. მან დაწერა განცხადება, რომ ის თავადვე გადასცა თავის კოლექციის ნაწილი მეგობრებს და ნათესავებს, როგორც საჩუქარი. ეს იყო უკანასკნელი დამარცხება. სოფიკომ არა მხოლოდ დაკარგა თავისი კოლექცია, არამედ დაკარგა უფლება ამბობდეს ჭეშმარიტებას. მან მოაწერა ხელი საკუთარ მტკიცებაში, რომ ის არ იყო მსხვერპლი გაძარცვისა, არამედ იყო გულუბრყვილო მეგობარი, რომელმაც გაანაცილა საკუთარი სიმდიდრე. და დღეს 30 წლის შემდეგ, ამ განცხადების გამო, მთელი საზოგადოება ფიქრობს, სოფიკო თავად იყო ბრალეული. სოფიკო თავად დათანხმდა.
სოფიკო თავად არ იცავდა საკუთარ ქონებას. მაგრამ რა იყო რეალობა? რა იყო ის ძალა, რომელიც აიძულებდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქართველ ქალს იმოქმედა როგორც უძლურ მსხვერპლად? ამ განცხადებას, რომელიც დღემდე ინახება თბილისის ნოტარიუსის არქივში და რომელსაც ჩვენ ვერ მივიღებთ საჯაროდ გასავრცელებლად, ახლავს კიდევ ერთი დოკუმენტი, წერილი, რომელიც სოფიკომ დაურთო განცხადებას, მაგრამ რომელიც არ იყო ნოტარიულად დამოწმებული. იმ წერილში წერია: მე ვაცხადებ ეს არა იმიტომ, რომ ეს არის სიმართლე, არამედ იმიტომ, რომ მე აღარ მაქვს ძალა ბრძოლისთვის. მე ვთხოვ ღმერთს და ისტორიას, რომ ერთ დღეს ჩემი შვილიშვილები შეიტყვონ ჭეშმარიტებას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა მფლობელები არიან ჩემი ხელოვნების, ჩემი ნიჭის ნაყოფისა, არ არიან მართლმსაჯულები. ისინი არიან მტაცებლები, რომლებმაც გამოიყენეს ჩემი სისუსტე, ჩემი შიში, ჩემი დაქვემდებარება. ეს წერილი არასოდეს გამოქვეყნებულა. მაგრამ ის არსებობს და ის არის ერთადერთი დოკუმენტი, სადაც სოფიკო ჭიაურელის ჭეშმარიტი ხმა გესმის. ხმა, რომელიც ამბობს: მე არ ვიყავი გულუბრყვილო. მე არ ვიყავი უბრალო დამცველი ჩემი მეგობრების სიმდიდრისა. მე ვიყავი მსხვერპლი სისტემისა, რომელიც მართავდა საქართველოს 1990-იან წლებში და რომელიც დღემდე მართავს, მაგრამ უკვე სხვა სახეებით, სხვა სახელებით. ვინ პასუხს აგებს ამას? ვინ დაიცავს იმ ადამიანების მეხსიერებას, რომლებიც თავიანთი ნიჭით შექმნეს სიმდიდრე, მაგრამ დაკარგეს ყველაფერი ძალაუფლების თამაშში? 1999 წელს, როდესაც სოფიკო ჭიაურელის ჯანმრთელობა სერიოზულად გაუარესდა და მისი გამოსვლების სცენაზე გახდა უფრო იშვიათი, ის გადაწყვიტა, ბოლო რამდენიმე წელი გაატაროს ზუსტად იმ ადგილებზე, სადაც ოდესღაც იყო ყველაზე ბედნიერი. მან დაიწყო ხშირი ვიზიტები კახეთში, იმ სოფლებში, სადაც ოდესღაც იმღეროდა ქორწილებზე, იმ სახლებში, სადაც ოდესღაც პატივით იღებდნენ როგორც დედოფალს. მაგრამ ახლა, როდესაც ის იქ მიდიოდა, ის აღარ იყო დედოფალი, ის იყო დაღლილი ქალი, რომელიც ეძებდა ნუგეშს იმ წარსულში, რომელიც უკვე აღარ არსებობდა. ერთ-ერთი იმ სოფლის მცხოვრები, რომელიც იხსენებს სოფიკოს უკანასკნელ ვიზიტს 1912 წელს, ამბობს: სოფიკო მოვიდა ჩვენს სახლში და მკითხა: ხსოვს, როცა შენი ბებია გათხოვდა და მე ვიმღერე? ხსოვს, როგორ იხარებდი და მithოვდი კიდევ ერთი სიმღერის? იმ საღამოს შენმა ოჯახმა მომცა ხალიჩა, ძველი, ლამაზი, კახური ხალიჩა, რომელიც თქვენს ოჯახში თაობებს გადმოსდიოდა. ეგ ხალიჩა იყო ჩემი სიამაყე. ეგ ხალიჩა იყო ჩემი სიმბოლო. მაგრამ ეგ ხალიჩა წაიღეს ადამიანებმა, რომლებსაც მე ენდობოდი. და ახლა ეგ ხალიჩა არის რაღაც ბაზარზე გაყიდული ან რაღაც კერძო კოლექციაში დამალული. შენ მომიტევებ, რომ მე ვერ შევინარჩუნე ეგ საჩუქარი, ეგ პატივი, რომელიც შენმა ოჯახმა მომცა? იმ ადამიანმა, რომელიც ახლა უკვე თვითონაც ხანდაზმული და დაღლილია, გვიამბო, მე ვუპასუხე მას: სოფიკო, ეგ ხალიჩა არ იყო მთავარი. მთავარი იყო ის, რომ შენ მოგვენდე, რომ შენ იყავი ჩვენთან, რომ შენ გაგვიხარე ჩვენი ოჯახი. ეგ არის რაც რჩება, არა ნივთები, არამედ მეხსიერებები. მაგრამ სოფიკომ დაიწყო ტირილი და თქვა: მე არ შემიძლია დაველოდო მხოლოდ მეხსიერებებზე. ეს ნივთები იყო ჩემი მხოლოდი დადასტურება იმისა, რომ ჩემი ცხოვრება არ იყო უაზრო, რომ ჩემი შრომა იყო რეალური, რომ ჩემი ნიჭი აღიარებული იყო. და ახლა, როცა ყველაფერი გაქრა, მე ვარ მხოლოდ მოგონება, რომელსაც არავინ იჯერებს. ეს იყო სოფიკოს უმწვავესი სატკივარი, არა თავად დაკარგვა ნივთებისა, არამედ იმის შიში, რომ მთელი მისი ცხოვრება, მთელი მისი შრომა გახდებოდა მხოლოდ მოგონება, რომელსაც ვერავინ დაადასტურებს. და ეს შიში სამწუხაროდ აღსრულდა დღეს. თუ ეკითხავთ ახალგაზრდა თაობას სოფიკო ჭიაურელის შესახებ, ბევრმა იცის მისი სახელი, მაგრამ ძალიან მცირემ აიცის, რომ მან შექმნა ერთ-ერთი უდიდესი პირადი კოლექცია ქართულ ხელოვნებაში, რომელიც შემდგომში გაქრა სიბნელეში. მაგრამ სოფიკომ მაინც სცადა ბოლო ძალებით აღადგინა ერთი ნივთი, ერთი სიმბოლო, ერთი დადასტურება იმისა, რომ მისი ცხოვრება არ იყო მარნივე. 1901 წელს სოფიკომ მიმართა კერძო დეტექტივს, ადამიანს, რომელიც ეხმარებოდა ძველი ნივთების მოძიებაში და რომელსაც ჰქონდა კავშირები ანტიკვარიატის ბაზრებზე. სოფიკომ მას უთხრა: მე მინდა ვიპოვო ერთი გუდიაშვილის ტილო, ქართული ქალის პორტრეტი. ეს იყო ყველაზე პირადი ნივთი ჩემთვის. ეს იყო ჩემი სული. თუ შეიძლება იპოვე ეგ ტილო. მე გადაგიხდი ყველაფერს, რაც გაქვს საჭირო. იმ დეტექტივმა, რომელიც ახლა უკვე პენსიაზეა და ცხოვრობს თბილისის გარეუბანში, გვიამბო, მე ვიწყე ძებნა და სამ კვირაში აღმოვაჩინე, სად იყო ეს ტილო. ის იყო კერძო კოლექციაში, რომელიც ეკუთვნოდა ადამიანს, რომელიც სოფიკოს ახლო მეგობარი იყო. როცა მე მივედი იმ ადამიანთან და ვუთხარი, რომ სოფიკო მინდა უკან იყიდოს ეს ტილო, იმან უარი თქვა. იმან თქვა: ეს ტილო არ არის გასაყიდი. ეს ტილო არის ჩემი.
სოფიკომ თავად მომცა და არავითარი თანხა არ შეცვლის ამას. მე ვცადე მოვლაპარაკე, ვცადე ავუხსნა, რომ ეს იყო სოფიკოს უკანასკნელი სურვილი, მინიმუმ ერთი ნივთის დაბრუნება, რომელიც მას შეახსენებდა, რომ მისი ცხოვრება რეალობა იყო. მაგრამ იმან უბრალოდ უარი თქვა და დახურა კარი. სოფიკომ, როდესაც შეიტყო ამის შესახებ, არაფერი თქვა. მან უბრალოდ დაუკავშირდა იმ დეტექტივს და უთხრა: მადლობა შენი მცდელობისთვის. მე უკვე ვიცოდი, რომ ეს არ მოხდება. მე უბრალოდ მინდოდა დამერწმუნებინა თავი, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი. მაგრამ ახლა მე ვიცი, არაფერი არ არსებობს. ყველაფერი დასრულდა. ეს იყო ბოლო მცდელობა და ის ჩაიშალა. სოფიკომ გააცნობიერა, რომ ადამიანები, რომლებმაც წაართვეს მისი კოლექცია, არ აპირებდნენ დაბრუნებას არაფრის. მათ აქვთ ყველაფერი, ფული, გავლენა, კავშირები და სოფიკოს აქვს მხოლოდ მეხსიერება, რომელსაც არავინ სჯერა. რატომ არ იბრძოლა სოფიკო უფრო ძლიერად? რატომ არ წავიდა სასამართლოში? რატომ არ გამხილა საჯაროდ ის ადამიანები, რომლებმაც მას ყველაფერი წაართვეს? პასუხი მარტივია. იმ დროს 1990-იან და 2000 წლების დასაწყისში საქართველო იყო ქვეყანა, სადაც ძალაუფლება, ფული და კავშირები გადაწყვეტდა ყველაფერს. სოფიკოს არ ჰქონდა არც ერთი მათგანი. მას ჰქონდა მხოლოდ სახელი, მაგრამ სახელი, რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა უფრო ახალი ვარსკვლავების ჩრდილში. და ის იცოდა, თუ ის წავიდა საჯაროდ, მას დაანგრევდნენ. რა უნდა ეარჩია? ბრძოლა, რომელიც დაამარცხებდა და დაანგრევდა მის დარჩენილ პატივს, თუ დუმილი, რომელიც შეინარჩუნებდა მინიმუმ ილუზიას, რომ ის დარჩა დიდებული. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელიც ყველაფერს ხედავდა, ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა ხმა, არ ჰქონდა გავლენა, მაგრამ რომელიც იყო სოფიკო ჭიაურელის ჩრდილში 10 წლეულების განმავლობაში. ეს იყო მისი პირადი დამლაგებელი, ქალი, რომელსაც ერქვა თამარი და რომელიც მუშაობდა პიქრის გორის ვილაში 1965 წლიდან 2000 წლამდე. თამარი იყო ის ადამიანი, რომელიც ალაგებდა სოფიკოს ოთახებს, რეცხავდა მის ტანსაცმელს, ამზადებდა მის საჭმელს და, ყველაზე მნიშვნელოვანი, იყო დუმილის მოწმე ყველა იმ საუბრისა, ყველა იმ შეხვედრისა, რომლებიც ხდებოდა იმ სახლის კედლებს შორის. თამარი იყო უხილავი, სტუმრები არასოდეს არ აქცევდნენ მას ყურადღებას, არასოდეს არ ფიქრობდნენ, რომ ის ესმოდა და ხედავდა ყველაფერს. მაგრამ თამარი ინახავდა თავის გულში ყველა სიტყვას, ყველა დეტალს, ყველა სახეს. 2021 წელს თამარი, რომელიც უკვე იყო 8 წლის და ცხოვრობდა თბილისის გარეუბანში მცირე საპენსიო ბინაში, დათანხმდა ჩვენთან საუბარზე. ეს იყო პირველი ინტერვიუ მის მიერ 21 წლის განმავლობაში, 21 წელი, რომელიც გაატარა დუმილში, შიშში, იმ იმედით, რომ ერთ დღეს ის შეძლებდა ჭეშმარიტების თქმას და არავინ არ დაზარალდებოდა. მე ველოდებოდი, რომ ის ადამიანები, რომლებმაც წაართვეს სოფიკოს ყველაფერი, დატოვებდნენ ძალაუფლებას, იწყებს თამარი ნელი, დაღლილი ხმით. მე ველოდებოდი, რომ საზოგადოება შეიცვლებოდა. მე ველოდებოდი, რომ სამართლიანობა მოვიდოდა. მაგრამ არაფერი შეიცვალა. ის ადამიანები დღესაც არიან ძალაუფლებაში, დღესაც არიან პატივცემული, დღესაც არიან მდიდრები. და სოფიკოს მეხსიერება ნელ-ნელა იშლება, რადგან ახალი თაობა აღარ იცის, ვინ იყო ის ნამდვილად. თამარი გვიყვება დეტალებს, რომლებიც არასოდეს არ გაჟღერებულა, დეტალებს, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ ცხოვრობდა სოფიკო ჭიაურელი იმ ბოლო წლებში, როდესაც მისი კოლექცია უკვე გაქრა, როდესაც მისი სახლი უკვე ცარიელი იყო, როდესაც მისი სული უკვე დამსხვრეული იყო. სოფიკო ღამეებში ხშირად იჯდა სარდაფში, გვიანბობს თამარი ცრემლებით თვალებში. ის იჯდა იმ ადგილას, სადაც ოდესღაც იდგა გუდიაშვილის ტილოები, სადაც ოდესღაც იყო გადაფენილი კახური ხალიჩები, სადაც ოდესღაც დგას იმერული ფაიფური. ის იჯდა ცარიელ სივრცეში და ეხებოდა კედლებს, თითქოს ეძებდა კვალს იმ ყველაფრისა, რაც ოდესღაც იქ იყო. ის ამბობდა: თამარ, შენ იცი, აქ რა იყო? შენ იცი, რა ღირდა ეს ყველაფერი? შენ იცი, რა დაკარგა ქართულმა კულტურამ, როდესაც ეს ყველაფერი გაქრა? და მე ვუპასუხებდი: დიახ, ქალბატონო, მე ვიცი. მე ყველაფერი ვიცი. თამარი იხსენებს ერთ კონკრეტულ საღამოს 1900-2001 წლის გაზაფხულზე, როდესაც სოფიკოს მოვიდა ვიზიტი იმ ადამიანისგან, რომელსაც სოფიკო უწოდებდა ჩემი ყველაზე დიდი მტერი და ერთდროულად ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი. ეს ადამიანი, რომლის სახელი თამარი არ ასახელებს, მოვიდა გვიან საღამოს, როდესაც უკვე ბნელი იყო. თამარი იჯდა სამზარეულოში და ისმენდა მათ საუბარს, რომელიც ხდებოდა სასადილო ოთახში. იმ ადამიანმა უთხრა სოფიკოს: სოფიკო, შენ კარგად იცი, რომ მე არაფერი წამიღია. მე მხოლოდ დავიცავი ის, რაც შენ მოგეცა.
მე დავიცავი შენი კოლექცია იმ ადამიანებისგან, რომლებიც აპირებდნენ მის განადგურებას, მის გაყიდვას უცხოეთში, მის გაქრობას. შენ უნდა მადლობელი იყო ჩემი, რომ მე შევინარჩუნე ეს ყველაფერი საქართველოში. სოფიკომ უპასუხა მას ერთი წინადადებით, რომელიც თამარმა დღემდე ზედმიწევნით დაიმახსოვრა. შენ არ დაიცავ ჩემი კოლექცია. შენ დაიკავე ჩემი კოლექცია. და ეს არის განსხვავება, რომელსაც შენ არასოდეს გაიგებ. იმ საღამოს შემდეგ სოფიკო აღარ დაუკავშირდა იმ ადამიანს. მან ჩაკეტა კარი, დაკეტა გული და დარჩა მარტო თავის დარჩენილ დღეებში. თამარი იხსენებს, სოფიკო ნელ-ნელა კარგავდა ინტერესს ცხოვრებისადმი. მას აღარ სურდა წასვლა თეატრში, აღარ სურდა წასვლა სტუმრად, აღარ სურდა ხალხთან შეხვედრა. ის ამბობდა, მე აღარ მაქვს საკმარისი ძალა იმისთვის, რომ ვიყო ის სოფიკო ჭიაურელი, რომელსაც ხალხი იცნობს. მე ახლა ვარ მხოლოდ დაღლილი ქალი, რომელიც დაკარგა ყველაფერი, რაც ჰქონდა. და ეს იყო სიმართლე, სოფიკომ არა მხოლოდ დაკარგა თავისი კოლექცია, არამედ დაკარგა თავისი იდენტობა იმის, ვინც იყო მთელი თავისი ცხოვრება. თამარი გვიამბობს კიდევ ერთ შემადრწუნებელ დეტალს, რომელიც აქამდე არავისთვის არ უამბია. ერთ დღეს, 1900-2004 წლის ზამთარში, სოფიკომ ჩამიყარა პატარა ყუთი და მითხრა: თამარ, ეს შენ შეინახე. ამ ყუთში არის ფოტოები, წერილები, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ ყველაფერს, რაც მე გადამხდა. ეს არის ჩემი ერთადერთი დატოვებული მტკიცებულება. შენ უნდა შეინახო ეს ადგილას, სადაც არავინ იპოვის. და როცა დრო მოვა, როცა შენ იფიქრებ, რომ უკვე უსაფრთხოა, გამოაქვეყნე. დაურეკე ჟურნალისტებს, დაურეკ ისტორიკოსებს, დაურეკ ყველას, ვინც უნდა იცოდეს ჭეშმარიტება. იმ დღიდან თამარი ინახავს იმ ყუთს, რომელიც შეიცავს ფოტოებს იმ ადამიანების, რომლებიც დღესაც არიან ცნობილები და პატივსაცემები, ყუთს, რომელიც შეიცავს წერილებს, სადაც დაწერილია კონკრეტული თანხები, კონკრეტული ნივთები, კონკრეტული გარიგებები. თამარი ამბობს, მე ველოდები იმ დღეს, როდესაც შემიძლია გავხსნა ეს ყუთი და არავინ არ შეეშინდება, არც მე, არც ჩემი ოჯახი, არც ჩემი შვილები. რატომ არის თამარი დარწმუნებული, რომ კვლავ არსებობს საფრთხე? რატომ ფიქრობს ის, რომ ჯერ კიდევ ვერ არის გახსნილი ეს ყუთი? რადგან ის ადამიანები, რომლებიც ჩანან ამ ფოტოებზე, რომლებიც დასახელებულები არიან ამ წერილებში, ისინი დღესაც არიან გავლენიანები. ისინი დღესაც აკონტროლებენ ბევრ რამეს. და თუ ეს დოკუმენტები გამოვა, საჯაროდ ისინი დაკარგავენ რეპუტაციას, დაკარგავენ პატივს, დაკარგავენ გავლენას. და ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რათა ეს არ მოხდეს. თამარი უჭერს მხარს იმ აზრს, რომ სოფიკო ჭიაურელის ისტორია არის არა მხოლოდ ერთი ქალის ტრაგედია, არამედ სიმბოლო იმისა, თუ როგორ მართავს ძალაუფლება საქართველოში, როგორ იყენებს ხალხს, როგორ იღებს მათგან ყველაფერს, როგორ ანადგურებს მათ მეხსიერებას და როგორ ტოვებს მათ უძლურებს. მაგრამ ყველაზე მძიმე კითხვა რჩება, რა იქნება იმ ყუთის ბედი? გახსნის თუ არა თამარი მას ერთ დღეს? გამოაქვეყნებს თუ არა იმ დოკუმენტებს, რომლებიც შეცვლის ქართული ელიტის ისტორიის გაგებას? თამარი პასუხობს ფრთხილად, მე არ ვიცი. მე მხოლოდ ვიცი, რომ სოფიკომ მომინდომა ეს. სოფიკომ მომინდომა, რომ ერთ დღეს ჭეშმარიტება გახდეს ცნობილი. და მე ვცდილობ ერთგული მის სურვილს. მაგრამ მე ასევე უნდა დავიცვა ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები, ჩემი შვილიშვილები. რა უფრო ძვირფასია, ჭეშმარიტება თუ უსაფრთხოება? ეს არის კითხვა, რომელსაც მე ვერ ვპასუხობ. მაგრამ სოფიკო ჭიაურელის კოლექციის გაქრობა არ იყო უბრალოდ ეკონომიკური გარიგება, ეს იყო სიმბოლური მკვლელობა. ეს იყო მკვლელობა იმის, ვინც სოფიკო იყო, ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა, რომ შექმნა რაღაც საკუთარი, რაღაც დამოუკიდებელი, რაღაც, რაც გადასცემდა შემდეგ თაობას არა მხოლოდ ფულს, არამედ ისტორიას იმის შესახებ. თუ როგორ შეიძლება ქართველმა ქალმა, როგორ შეიძლება ნიჭიერმა ადამიანმა შექმნა სიმდიდრე თავისი შრომით, არა მითვისებით, არა მანიპულაციით, არა ძარცვით. სოფიკოს კოლექცია იყო დადასტურება იმისა, რომ შესაძლებელია ქართველი იყო მდიდარი, არა იმიტომ, რომ წაართვა სხვას, არამედ იმიტომ, რომ შექმნა მოიპოვა რაიმე უნიკალური, ასე ყველაფერი, რაც გააკეთა. ერთ-ერთი კულტურის ისტორიკოსი, რომელმაც შეისწავლა სოფიკო ჭიაურელის ცხოვრება და რომელიც დღეს მუშაობს თბილისის ხელოვნების აკადემიაში, გვიამბობს, სოფიკოს კოლექცია იყო ერთ-ერთი უდიდესი კერძო კოლექცია ქართულ ხელოვნებაში 20 საუკუნის მეორე ნახევარში. იქ იყო გუდიაშვილის 4-დან 6-მდე ნამუშევარი, იქ იყო პირიმზე მელიქიშვილის ნამუშევრები, იქ იყო დავით კაკაბაძის ადრეული ხანის ნახატები, იქ იყო კახური და სამეგრელო ხალიჩები, რომლებიც თარიღდებოდა მე-18 და მე-19 საუკუნეებით. იქ იყო იმერული და კახური ფაიფური, რომელიც თარიღდებოდა მე-17 საუკუნით.
ეს კოლექციის ღირებულება დღეს შეეფასებოდა როგორც მინიმუმ 2-3 მილიონი ამერიკული დოლარი, მაგრამ მისი კულტურული ღირებულება იყო უზარმაზარი. ეს იყო ფანჯარა ქართული კულტურის ოქროს ხანაში, ფანჯარა, რომელიც ახლა დახურულია. როდესაც ეს კოლექცია გაქრა 1996 წელს, არავითარი ოფიციალური გამოძიება არ დაწყებულა. არავინ არ დაკითხა სოფიკოს, არავინ არ დაუკავშირდა მას პოლიციიდან, არავინ არ დაიწყო ძებნა იმ ნივთებისა, რომლებიც ქართული კულტურის უძველესი ნაწილი იყო. რატომ? რატომ არ დაიწყო გამოძიება, როდესაც საუბარი იყო მილიონების ღირებულების კოლექციაზე? ისტორიკოსი ამბობს, რადგან ყველა იცოდა, ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც წაიღეს ეს კოლექცია. ყველა იცოდა, რომ ისინი იყვნენ გავლენიანი, ძლიერი, დაკავშირებული. და არავის არ სურდა კონფლიქტი მათთან. სოფიკო იყო მარტო თავისი სიმართლის თანა, მარტო თავისი ტკივილის თანა. და სისტემამ გადაწყვიტა, უკეთესია დავივიწყოთ, ვიდრე გამოვიძიოთ. მაგრამ რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც იყვნენ სოფიკოს ნამდვილი მეგობრები, სცადეს დახმარება. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც იყო ცნობილი ქართველი მწერალი და რომელიც მუშაობდა საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, დაწერა წერილი, რომელიც გაგზავნა მაშინდელ სამართლის დაცვის სამინისტროში და სადაც დეტალურად ჩამოთვალა ყველა ნივთი, რომელიც გაქრა სოფიკოს სახლიდან და დაასახელა ის ადამიანები, რომლებიც მისი აზრით იყვნენ პასუხისმგებელი ამ გაქრობაზე. იმ წერილს არ მიუღებია პასუხი. არასოდეს. წერალმა, რომელიც ახლა უკვე გარდაიცვალა, მიატოვა ეს წერილი თავის არქივში, სადაც ის აღმოჩნდა 2020 წელს 44 წლის შემდეგ. ეს წერილი ადასტურებს, რომ იყო მცდელობა დახმარებისა, მაგრამ სისტემამ უარყო ყოველგვარი მოქმედება. სოფიკოს ბოლო წლებში ჰქონდა ერთი მეგობარი, რომელსაც ის ენდობოდა მთლიანად, ეს იყო მხატვარი, რომელიც თავად იყო უძველესი ქართული ოჯახიდან და რომელიც ასევე გაიარა მსგავსი გაძარცვის პროცესი 1990-იან წლებში. ამ მხატვართან სოფიკო საუბრობდა ღია გულით, საუბრობდა თავის შიშზე, თავის სინანულზე, თავის იმედგაცრუებაზე. მხატვარი, რომელიც ახლა ცხოვრობს ბათუმში და რომელმაც დათანხმდა ანონიმურ ინტერვიუზე, გვიამბობს, სოფიკო მითხრა ერთხელ, რატომ უნდა ვიბრძოლო, როდესაც მე ვიცი, რომ მე წავაგებ. რატომ უნდა გამოვიძიო, როდესაც მე ვიცი, რომ არავინ არ მომისმენს. რატომ უნდა ვილაპარაკო, როდესაც მე ვიცი, რომ ყველა დამადანაშაულებს. ეს იყო სოფიკოს დამარცხება, არა ფინანსური, არამედ ფსიქოლოგიური დამარცხება. ის დაკარგა ნდობა იმის შესახებ, რომ სამართლიანობა შესაძლებელია. ბოლოს 2014 წელს, როდესაც სოფიკოს ჯანმრთელობა უკვე საბოლოოდ გაუარესდა და ის აღარ ტოვებდა სახლს, მან თქვა თავის ერთადერთ დარჩენილ ახლო ნათესავს, მე არ მინდა, რომ ჩემი დაკრძალვისას ბევრი ხალხი მოვიდეს. მე არ მინდა, რომ ისინი გვირგვინები ჩამომიდგან და ლაპარაკობდნენ ჩემზე როგორც გმირზე. მე მინდა, რომ მხოლოდ ის რამდენიმე ადამიანი მოვიდეს, რომლებმაც იციან ჭეშმარიტება იმის შესახებ, ვინ ვიყავი, რა დავკარგე, რატომ დავდუნდი. და ასე მოხდა, როდესაც სოფიკო ჭიაურელი დატოვა ამ სამყაროს, მის დაკრძალვაზე მოვიდა მცირე ადამიანები, ოფიციალური საქართველო არ გამოჩნდა, დიდი სახელები არ დადიოდნენ. ეს იყო ბოლო შეურაცხყოფა, ქალი, რომელმაც კულტურას მისცა იმდენი, დატოვეს უსახელოდ, უპატიოდ, დაუსრულებელი ისტორიით. და რა მოხდა იმ ადამიანებისთან, რომლებმაც წაართვეს სოფიკოს კოლექცია? რა იქნა მათი ბედი? ეს არის კითხვა, რომელსაც ბევრი ხალხი სვამს, მაგრამ პასუხი სამწუხაროდ არის უსამართლო და მტკივნეული. უმეტესობა იმ ადამიანების, რომლებიც მონაწილეობდნენ სოფიკოს კოლექციის გაქრობაში, დღეს ცხოვრობენ კეთილდღეობაში, ისინი არიან წარმატებული ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, კულტურის მოღვაწეები. ისინი სტუმრობენ რესტორნებს, სადაც სუფრები ღირს ათასობით ლარს, ისინი მოძრაობენ ძვირადღირებული მანქანებით, ისინი ცხოვრობენ ლუქს ბინებში ვაკეში, სანაპიროზე, საზღვარგარეთ. მათი შვილები სწავლობენ ევროპულ უნივერსიტეტებში, მათი ოჯახები ყოფიან საზაფხულო არდადეგებს ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე. ისინი არიან პატივსაცემი, ცნობილი, წარმატებული. მაგრამ არის თუ არა სინდისი? არის თუ არა შიში იმისა, რომ ერთ დღეს ჭეშმარიტება გამოვა? ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ახლოს იყო ერთ-ერთ იმ მონაწილესთან, გვიამბობს იმ ადამიანს, რომელსაც მე ვიცნობ და რომელიც მონაწილეობდა სოფიკოს კოლექციის წაღებაში, არასოდეს ესაუბრა ამის შესახებ. არასოდეს ახსენა სოფიკოს სახელი. თითქოს იგი არასოდეს არსებულა. თითქოს იმ ყველაფერი, რაც მოხდა, არ მომხდარა. ეს არის მისი სტრატეგია, დავიწყება იგნორირება გაქრობა მეხსიერებიდან. და ეს მუშაობს, რადგან საზოგადოება არ იცის, არ იკითხება, არ ეჩვობს. ეს არის ტრაგიკული რეალობა, უსამართლობა განხორციელდა, დანაშაულმა მოიტანა სარგებელი და არავინ არ დასაჯა.
არავინ არ დაკარგა ძალაუფლება, არავინ არ დაკარგა რეპუტაცია, არავინ არ დაკარგა სიმდიდრე. ზოგიერთი იმ ნივთებისა, რომლებიც იყო სოფიკოს კოლექციაში, გამოჩნდა ანტიკვარიატის ბაზრებზე 1998 წლიდან 2000 წლამდე, გამოჩნდა თბილისში, გამოჩნდა მოსკოვში, გამოჩნდა ბაქოში, გამოჩნდა კიდეც ევროპულ აუქციონებზე. ექსპერტები, რომლებმაც დაინახეს ეს ნივთები, ამბობენ, რომ ისინი სწორედ ის იყო, იმ კონკრეტული ტილოები, იმ კონკრეტული ხალიჩები, იმ კონკრეტული ფაიფური. მაგრამ როდესაც ვიღაც ცდილობდა უკან მოძებნას მათი წარმოშობა, კვალი იკარგებოდა, დოკუმენტები არ არსებობდა, გამყიდველები იყვნენ ანონიმური ან მესამე პირები, არანაირი კავშირი სოფიკოსთან არ იყო დადასტურებული. ეს იყო იდეალური დანაშაული, სრულყოფილად გათვლილი, სრულყოფილად განხორციელებული, სრულყოფილად დამალული. და საბოლოოდ, რა დარჩა სოფიკო ჭიაურელს? რა დარჩა მას იმ ბოლო წლებში, როდესაც ის ცხოვრობდა თავის ცარიელ სახლში ფიქრის გორაზე? მას დარჩა მხოლოდ ერთი, მისი სახელი, მისი ლეგენდა, მისი მეხსიერება ქართულ კულტურაში, როგორც ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი, როგორც ერთ-ერთი უნიკალური ნიჭი, როგორც ქალი, რომელიც განასახიერებდა ქართული სულის სილამაზეს. მაგრამ მას არ დარჩა ის, რაც ყველაზე ძვირფასი იყო, მატერიალური დადასტურება იმისა, რომ მისი ცხოვრება არ იყო უაზრო, რომ მისი შრომა იყო რეალური, რომ მისი ნიჭი მოიტანა კონკრეტულ შედეგებს. მას არ დარჩა ის, რაც მან გამოიმუშავა, მან დატოვა მხოლოდ ის, რაც სხვებმა მასზე თქვეს, რაც სხვებმა მასზე დაწერეს, რაც სხვებმა მასზე გადაიღეს. და ეს არის ტრაგედია, როდესაც შენი ცხოვრება გადაიქცევა არა შენს ისტორიად, არამედ სხვისი ინტერპრეტაციად. სოფიკო ჭიაურელის ისტორია არის ისტორია ათასობით ქართველისა, ათასობით ადამიანისა, რომლებმაც შექმნეს რაღაც ღირებული, მაგრამ რომლებმაც დაკარგეს ყველაფერი სისტემის უსამართლობის გამო, ძალაუფლების თამაშის გამო, ბოროტების გამო იმათისა, ვინც უფრო ძლიერი იყო. სოფიკოს ისტორია არის შეხსენება იმისა, რომ სამართლიანობა არ არის დაგარანტებული, რომ კანონი არ იცავს ყველას, რომ ნიჭი და შრომა არ არის საკმარისი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, სამწუხაროდ არის ძალაუფლება, კავშირები და შიში, რომელიც შენ შეიძლება შთაბეროს სხვებში. რა უნდა ვიცოდეთ? რა უნდა დავიმახსოვროთ? რა უნდა გავაკეთოთ, რომ სოფიკო ჭიაურელის ისტორია არ გამეორდეს? ეს არის კითხვები, რომლებზეც თითოეული ჩვენგანი უნდა იფიქროს, რადგან სოფიკოს ისტორია არ არის მხოლოდ წარსული. ეს არის აწმყო. ეს არის მომავალი. ეს არის ფრთხილება იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც საზოგადოება არ იცავს თავის ნიჭიერ ადამიანებს, როდესაც სისტემა არ უზრუნველყოფს სამართლიანობას, როდესაც ძალაუფლება იმარჯვებს სიმართლეზე. და ახლა 30 წლის შემდეგ, რა დარჩა სოფიკო ჭიაურელის მეხსიერებად? რა იციან ახალგაზრდა თაობები მის შესახებ? სამწუხაროდ ძალიან ცოტა. უმეტესობა იცის მის სახელს, იცის რომელიმე ფილმს, სადაც ის ითამაშა, მაგრამ არავინ არ იცის, რა სიმდიდრე შექმნა მან, რა დაკარგა მან, რა უსამართლობა განიცადა მან. არავინ არ იცის, რომ იმ ქალმა, რომელსაც ისინი ხედავენ ეკრანზე როგორც ელეგანტურ, ძლიერ და მოუკიდებელ პიროვნებას, რეალურად გაიარა ტანჯვა, რომელიც მის მთელ არსებას შეეხო, რომელიც მას წაართვა ყველაფერი, რაც მას გააჩნდა. თბილისის თეატრის მუზეუმში, სადაც ინახება სოფიკო ჭიაურელის პირადი საქაღალდე და სადაც ასევე არის მცირე გამოფენა მის ცხოვრებაზე, მუზეუმის თანამშრომელი გვიამბობს, ხალხი მოდის, უყურებს ფოტოებს, კითხულობს მოკლე ბიოგრაფიას და მიდის. ისინი არ იციან ის ისტორია, რომელიც იმალება ამ ფოტოების უკან. ისინი არ იციან, რომ იმ თითოეულ გაღიმებაზე, რომელიც ჩანს იმ ფოტოებზე, იმალება ტკივილი იმისა, რომ შენ იცი, რომ შენ გამოიყენებენ, მაგრამ შენ ვერაფერს გააკეთებ. ისინი არ იციან, რომ სოფიკო იყო მსხვერპლი არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანებისა, არამედ მსხვერპლი სისტემისა, რომელიც არ იცავს თავის ნიჭიერ ადამიანებს, არამედ იყენებს მათ და ნგრევს მათ. და ბოლოს, რა შეიძლება ითქვას? რა არის ის შეტყობინება, რომელიც უნდა დარჩეს? სოფიკო ჭიაურელის ისტორია არის შეხსენება იმისა, რომ ნიჭი, შრომა, ღირსება, ყველა ეს არ არის საკმარისი, თუ საზოგადოება არ იცავს თავის ადამიანებს. სოფიკო ჭიაურელის ისტორია არის შეხსენება იმისა, რომ მილიონები შეიძლება გაქრეს ერთ ღამეში, თუ შენ არა გაქვს ის ძალაუფლება, ის კავშირები, ის შიში, რომელიც შეაჩერებს მათ, ვინც გინდა წაგართვას ყველაფერი. სოფიკო ჭიაურელის ისტორია არის შეხსენება იმისა, რომ დუმილი ზოგჯერ არ არის არჩევანი, არამედ იძულება, რომელიც მოდის შიშიდან, დაღლილობიდან, იმედგაცრუებიდან. მაგრამ ყველაზე მთავარი, სოფიკო ჭიაურელის ისტორია არის დაუსრულებელი ისტორია. ეს არის ისტორია, რომელიც კვლავ ელოდება თავის ბოლოს, სადაც სამართლიანობა აღდგება, სადაც ჭეშმარიტება გამოვა, სადაც იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც წაართვეს სოფიკოს ყველაფერი, გახდება ცნობილი და მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა. მაგრამ ეს ბოლო მოვა თუ არა?
ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი დამოკიდებულია ჩვენზე, ვინც კითხულობს ამ ისტორიას, ჩვენზე, ვინც იცის ჭეშმარიტება, ჩვენზე, ვინც გადაწყვეტს, რა უფრო მნიშვნელოვანია, შიში თუ სამართლიანობა, დუმილი თუ ხმა. მეგობრებო, როგორ აფასებთ თქვენ სოფიკო ჭიაურელის ისტორიას? იყო თუ არა იგი მსხვერპლის სისტემისა და თავისი უახლოესი ადამიანებისა, თუ თვითონ იყო ბრალეული იმისთვის, რომ არ იბრძოლა საკმარისად? შეუძლია თუ არა საქართველოს საზოგადოებას დღეს დაიცვას თავისი ნიჭიერი ადამიანები, თუ ჩვენ კვლავ ცხოვრობთ იმ ძველ სისტემაში, სადაც ძალაუფლება იმარჯვებს ნიჭზე? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ხმა, თქვენი შეხედულება. ახსოვთ თუ არა სოფიკო ჭიაურელი თქვენს ოჯახში, თქვენს ქალაქში. რა მოგონებები გაქვთ მასზე? მოგწერეთ, გაგვიზიარეთ, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია, ეს არის ჩვენი ყველას ისტორია. დააჭირეთ ლაიქს, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ჭეშმარიტება და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ისტორიები ქართველი ლეგენდების შესახებ, რომლებიც დავიწყებული არიან, მაგრამ რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ვახსენოთ. ვახსენოთ იმისთვის, რომ შემდეგი თაობები იცოდნენ, რა ღირდა ყველაფერი, რასაც ჩვენ დღეს ვფლობთ, რისი ფასიც გადაიხადა ადამიანებმა, რომლებიც დღეს დაივიწყნენ.